უკეთ დიდი ხანია ვლოგი არ გადამიღია ჩემს ცხოვრებაზე და რა ხდება ჩემს ცხოვრებაში. ახლა მივიდივარ სამსახურში. ან დილით რო იბუძებ და მიდიხარ სამსახურში, რომელიც აი ასეთ ადგილას არის. დღეს მექნება 7 საათიანი რეპეტიცია, ხამის 11-დან დილის 6-მდე. არ ვიცი, რამდენი ვარ მზად მენტალურად თუ ფიზიკურად, მაგრამ ნახოთ. მოვედი. ყველაზე მაგარი ადგილი მთელს თეატრში არის არა სცენა მხოლოდ, არამედ თვითონ გარდერობა. ანუ გიჟდები, რაც არ უნდა დამწვროვლებას, რაც არ უნდა არასდროს გამოიყურებოდეს. ყველაზე საინტერესო რაღაცა იყო. სად ნახავს ყველგან აი ასეთ რანდომ ნივთებს და რას ყველაფერს ერთად თავმოყრილს, ანუ თითქოს ჩემი გონება არის ზუსტად ესეთი. გამოვიცვალე. ეხლა არის 12 საათი. დილის 7-მდე მაინც აქ უნდა ვიყოთ. ჩემი სცენები ძირითადად შეიცავს წაქცევებს და ჩხუბის სცენებს, ამიტომ ყოველთვის ვარ ალელწილი. მუხლი გადავიტყავე, არა უშავს. და მაგიტომ მჭირდება სამუხლეები. რა შუაშია, მაგრამ უფრო რანდომ ნივთი განახავთ. ცალი ქუსლიანი ფეხოსმანი. გესმით ხო, აი ეგრე არის ყოველთვის თეატრის ხალხთან ოდესაც ხარ. იმიტომ რომ ყოველთვის მღერიან. They're crazy like me. რამე ხარ მჩება. We have a hand up, Gabriella. დილის 3 საათია ახლა. ჩემი მდგომარეობა ფიზიკური როგორ შეიცვალა. ფრჩხილი მომტყდა. სისხლი წამომივიდა. ჩხუბის სცენები გქონდა და ფრჩხილი ცოტა ისე გავკარი. Ain't no mountain high enough. მაცვია სამუხლეები. მეცა მაგიდან როგორ ეხო ისე უნდა ავხტო რა დაინახო. ესე? ანდა რა ხდება? Ain't no სამუხლეები მოცვია. კაი, გაჩა. ჩამოვწერე. სამუხლე. შესვენებაზე. და დასრულდა რეპეტიციები. ეხლა არის დილის 7 საათი, მივიდივარ სახლში. ეხლა არის შუადღის 5 საათი და მეძინა დაახლოებით 7 საათი, 3-ზე გავაღვიძე და ეხლა მივიდივარ მშობლებთან ერთად რაც რესტორანში. გავუშვებულები ვართ. ძალიან ვარ მომარაგებული. ეს არის ცხოვრება, ეს არის. მართან მიხარი. ოცი შუმა იყო სამსახურში. ჭამა მოვაკარდა ეხლა ჭამთ. ესე იგი, სამსახურიდან პირდაპირ მივიდივარ უნივერსიტეტში. თან ავტობუსი მოდის მგონი 5 წუთში. არ ვიცი როგორ მივასწრებ. დღეს გვიწდება რეპეტიცია, ამიტომ უფრო თავისუფალი ვიქნები და წესით მოვასწრებ მეცნიერებას, იმიტომ რომ შუალედური მაქვს 4 შაბათს. უნივერსიტეტში მივიდივარ. დილის 9 საათია და აი, როგორ თქვა. დღეს დილის 9-დან საღამოს 9-მდე არ ვიქნები სახლში, იმიტომ რომ ჯერ მაქვს უნივერსიტეტი. დილის 9-დან 7-მდე და მერე მაქვს რეპეტიციები. ხოდა? Let's go guys. ისე ამის გარჩევა რთული არ არის. Speaking words of repetiția da încerc să antista da let it be let it be let it be oh let it be
თქვენ ვის როლს თამაშობთ? სანდრა დიმიტრესკუ, მაგრამ ახლა მძენარებს ამხავი ამცამს. ჩემი დის რო. ხო, ჩემი და ხარ სპექტაკლში. ფელა. თავი ყველაზე ჭკვიანი მგონია. არ მგონია. ვიცი. ჯერ მქონდა ლექცია. და ეხა პარაიაკ. მალე გავვლით ჩემსონას დაახლოებით ალბათ რაღა მალე, მაგრამ ერთ საათში. ძალიან კლასიკური, ძალიან დიდებული. ასე რომ გამოვიცვალე და ეხლა მზად ვარ რეპეტიციისთვის. პირველი გასწეს მეორე რა არის? დღეს წერა შველებული გამოსვლა ერთ-ერთ საგანში და მეგონა რომ რაღაცა კარგად არ ვიცოდი და რაღაც. ნუ ეხაც არ ვამბობ რომ სასწაულად ვიცოდი. თუმცა ყველა გვერდი შევავს ანუ აი მე რა მტყიანია ტაკია ნახეთ. სუფთა მქონდა შევარ და უკვე როგორ დაისვერა. მე არ ვიცი რა მეკოლოს ავიღებ, მაგრამ იმედი მაქვს კარგ მაქსიმალურს დავდებ. მაგრამ მთავარი იცით რა არის? ქულა კი არ არის მთავარი. მთავარი არის ცოდნა. მთავარი არის მართლა გაიაზრო და კი არ დაიზეპირო რაღაც. არამედ იცოდე და გამოიყენო. ოკეი, 11 საათია უკვე. ეხლა გამოვწვი და წავედი. იეი, მომენატრა სახლი. ტრადიციულად უნივერსიტეტში უნდა წავიდე და მანამდე განახებთ ჩემ აუთფიტს. ეს არის მისიანები. რა თქმა უნდა, ეგეთი შოუში. ფსიქოთერაპიული მიმდინარეობებში და ეს უფრო აღმოჩნდა და ხმასწავლებელი არის ნახეთ რა საყვარელი. ვაიმე როგორია? ჭამს ამჯერა. Wait. It's a sausage. I would sweep out. Alshi, ჩავარდილი. რა სარქმევ გადაწყვიტეთ? არა, ვერ მოვიფიქრე. მე მგონია რომ ის უნდა დაარქვა. ამ პერსონაჟის სახელი მარტო. რა ვიცი, ვერ ვფიქრობ. ძალიან მჭირდება ახლა მხარდაჭერა და წარმატებები, იმიტომ რომ მაქვს გამოცდა და გამოცდა არის თავის ტვინზე. გუში 7 საათი მეცადინეობდი. ვიზუალურად ხატავ რაღაცებს, რომ კარგად აღვიქვა. აი 35 გულიანია და ვნახოთ რას მივიღებ. ნებისმიერ შემთხვევაში რა ქულაც არ უნდა ავიღო დავდებ, იმიტომ რომ ქულა არ განსაზღვრავს შენს ღირსებას. ქულა უბრალოდ აჩვენებს შენს შრომას, ამდენად იშრომე. ანუ მე მგონია რომ ჩავდე ნამდვილად დრო და ენერგია, მაგრამ შეიძლება საკმარისი არ არის. და იქ მინდა რომ გავიგო ამ ქულით რა. Okay, we'll see. კაი, რატომაც ბენიერი ვარ, რა მიხარია? ჩაცმულობას ხონდა განახოთ. დღევანდელი გამოცდის. ერთი საათი რჩა. იქნება რამე. თუ არ იქნება? არ იქნება. 4 წუთი დარჩა. დავწერე გამოცდა, წესით ხვალ უკვე გქნება. ნიშნები და ნახოთ. თავლიანი მთელი. ისევ ტყეში, ისევ მე. შემოდგომა არის იდეალური სეზონი ყველანაირად. დღეს ჰელოვინია მეგობრებო და მე ჩემი ჩაცმობით და მე ქუდს დავიხურავ იქნება ჯადოქარი. Танцевать, да. Მე ამას გავიხდი და შიგნით სხვა რაღაც მოწმე, მაგრამ აუ იცი რა არ მithქვამ შენთვის იცი რა ავიღე შესავალ ქცევის მექანიზმებში რა ვიღე მაქსიმუმი
გოგო მაღადავები 35-ი ანუ გიჟი ხარ ცეს დაკაიზებში მაქსიმუმი რაღაც იცი რას ნიშნავს აი ესეთ მეგობრები უნდა გყავდეთ მეგობრებო იმიტომ რომ мотиваცია მომცა მასწავლა როგორ უნდა მოსწავლო სწორად რა პომოდორო მასწავლა კიდე მასწავლა რომ ჩემი თავი უნდა დავაჯილდო შოკოლადები ვიჭამე მე გასკდა შოკოლადები ძალიან ბედნიერია იმიტომ რომ ჯერშეთი კარგი ქულა ვიღე და მე მეორე ამის უბრალოდ ძალიან კარგი დღეა და ძალიან ხარია სულ ეს იყო აი აქ მთავრდება ეს ვლოგი იმიტომ რომ მე ისევ ასე მგონი რომ ერთ და იგივე განმეორდება რომ ისევ რეპეტიცია სამსახური უნივერსიტეტ და აღარ უნდა მოკლედ საკმარისი იყოს რა enough is enough ეს იყო ჩემი სტუდენტური ცხოვრების რეალური ვლოგი ახლა და აბაჰომ ნახვამდის კარგად იყავ